ალბათ იცი, რომ უჩემოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. შეამოწმე, რამდენად კარგად ვიცნობ. იმედია, ერთი წვეთი წყალიც მნიშვნელოვანია შენთვის. რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი? ის აუცილებელია სიცოცხლისთვის. როგორიც არის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მათ შორის ადამიანები, რა თქმა უნდა, და ასევე ის აუცილებელია ჩვენი საკვების ჰიგიენისა და ზოგადად სამყაროსათვის. რამდენი სახით არსებობს წყალი ბუნებაში? მყარ, თხევად და აირად მდგომარეობაში. იგივეა, რაც სითხე, ორთქლი და ყინული. შესაბამისად, ალბათ ხშირად შეგიმჩნევია, ჩაიდანი რომ დუღდება, მას ორთქლი რომ ამოსდის, ეს იგივე წყალია, ხოლო საყინულეში რომ ყინული გვაქვს, ესეც იგივე წყალია. ცხელა ბაზანაში სარკე რომ დაიორთქლება და ხილვადობა გიჭირს თუ გამწოვს არ ჩართავ, ესეც იგივე წყალია. გირჩევ სამომავლოდ უკეთ დააკვირდე, თუ ახლა ეს ყველაფერი შენთვის სიახლე იყო. როგორ ხდება წყლის აორთქლება? გიფიქრია თუ არა ამაზე? როდესაც წყალი საკმარისად თბება იმისათვის, რომ ორთქლად გადაიქცეს, ის ორთქლდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ტანსაცმელი შრება, როგორც მზეზე, ასევე სითბოს სხვა წყაროს საშუალებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩაიდანი ადუღდება და მას დროულად არ გათიშავ, თუ ელექტროჩაიდანი არ არის. შესაძლებელია ჩაიდანი სრულად დაცარიელდეს და მთელი წყალი აორთქლდეს და ასევე ეს ხდება სითბოს მთავარი წყაროს, მზის საშუალებით და ხდება წყლის ნებისმიერი ზედაპირიდან. გაიხსენე წვიმის შემდეგ გუბეები, რომელიც ქუჩაში დგას, ერთი დღე, მაგრამ მეორე დღეს თუ მზემ გამოანათა, შესაძლებელია რამდენიმე საათშიც კი გაქრეს. სინამდვილეში ის ორთქლდება და ასე მოგზაურობს წყალი. თუ ამ შეკითხვას ყურადღებით მოусმინე, მაშინ შეიძლება ისიც კარგად დააფიქსირე, თუ რა არის წყლის ციკლი. წყლის გადაადგილება ბუნებაში, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. ესე იგი, როდესაც წვიმა მოდის და მდინარეებში, ტბებში ან ოკეანეებში ჩაედინება წვიმის წყალი, შემდეგ მზე გამოანათებს და ეს წყალი აორთქლდება და ასე ცირკულირებს წყალი ბუნებაში. სწორედ ამიტომ ქვია წყლის ციკლი, რომ ეს ყველაფერი არის მუდმივი პროცესი და შესაძლებელია ერთმა წვეთმაც კი აი ასე იმოგზაუროს ბუნებაში. რომელი წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს? ეს უფრო ლოგიკური შეკითხვა იყო, რა თქმა უნდა, მარილიანი წყალი და მარილიანი წყალი არის ზღვებისა და ოკეანეების წყალი. რა არის მტკნარი წყლის მთავარი წყარო? ეს არის მდინარეები და შენ რომელი მდინარე გინახავს, გაუზიარე შენს თანაკლასელს. რა არის მთავარი განსხვავება მტკნარ და მარილიან წყალს შორის? მინიშნება, ესეც ლოგიკური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, მარილის შემცველობა. თუ წყალი არის მარილიანი, ესე იგი შეიცავს მარილს, თუ მტკნარი წყალია, ესე იგი მარილს არ შეიცავს. ახლა კი მოემზადე ლოგიკური შეკითხვებისთვის, სადაც მსჯელობა და შენი მოსაზრების გამყარება დაგჭირდება და პირველი შეკითხვა ასეთია. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი, თუ ეს ვიდეოები შენთვის საინტერესო იყო. ნიკა ამბობს, ჩემი აზრით, წყალი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს ყინულად, როდესაც წყალს ვადუღებთ. შეკითხვა, სწორია თუ არა ნიკას მოსაზრება? დაასაბუთე შენი პასუხი. სწორი პასუხი კი ასეთია. ნიკას ნათქვამი არასწორია. წყალი ყინულად იქცევა მაშინ, როდესაც ძალიან ცივა, მინუს ტემპერატურაზე, ხოლო ადუღებისას წყალი ორთქლად გადაიქცევა. ანა ამბობს, ყველა გამჭვირვალე წყალი ვარგისია სასმელად. შეკითხვა,
რას ფიქრობ ანას სიტყვებზე? შეიძლება თუ არა ნებისმიერი გამჭვირვალე წყლის დალევა. გაუზიარე შენი მოსაზრება თანაკლასელს. ახლა კი სწორი პასუხი. ანას ნათქვამი არასწორია. ზოგიერთი წყალი შეიძლება ჩანდეს სუფთა, მაგრამ შეიცავდეს ბაქტერიებს ან ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. სასმელი წყალი უნდა გაიფილტროს ან ადუხდეს. დავითი ფიქრობს, რომ რადგან დედამიწაზე ძალიან ბევრი წყალია, დაზოგვა საჭირო არ არის. წყლის რაოდენობას გლობუსსაც კარგად მიხვდები. უმეტესი ნაწილი ლურჯია. რას ფიქრობ ამ შეკითხვაზე? სწორი პასუხი ასეთია. დავითს არასწორი წარმოდგენა აქვს. დედამიწაზე ბევრი წყალია, მაგრამ სასმელად ვარგისი წყალი მცირე რაოდენობითაა. წყლის დაზოგვა საჭიროა იმისათვის, რომ ყველას ეყოს სუფთა წყალი და ბუნება არ დავაზიანოთ. იმედი მაქვს შენც ასე ფიქრობდი. ახლა კი ბოლო შეკითხვისთვის მოემზადე. სოფელში ერთმა კაცმა მდინარეში ჩაასხა ძველი საღებავის ნარჩენები. ის ამბობს, რომ ეს წყალს არ დააბინძურებს, რადგან მდინარე მაინც განაგრძობს დინებას და გზადაგზა გასუფთავდება. შეკითხვა: რას ფიქრობ ამაზე? ახსენი, რატომ შეიძლება იყოს ეს საზიანო ბუნებისათვის? სწორი პასუხი კი ასეთია. ეს დიდი პრობლემაა, რადგან მდინარე დაბინძურდება და ამ წყლით მცენარეები, ცხოველები და ადამიანები სარგებლობენ. დაბინძურებული წყალი ვრცელდება და შეიძლება სხვაგანაც მიაყენოს ზიანი გარემოს. ჩვენ ხომ გვახსოვს ან გვინახავს, როგორ უერთდება მდინარეები ზღვებს ან ოკეანეებს. შესაბამისად, ერთი მდინარის დაბინძურება უნებლიეთ იწვევს მეორე მდინარის ან ზღვის დაბინძურებას. იმედი მაქვს მოგეწონა ეს ვიდეო, გამოიწერე ჩვენი არხი და შეხვედრამდე.